დიდი მადლობა, მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ, სანამ გადაცემის მონოლოგს დავიწყებდე, მინდა ერთი რაღაც გაჩვენოთ. Გამოვიდა ესეთი ძალიან კარგი ნივთი, არ ვიცი რა ქვია, მეგობარო მაჩუკა. ეს არის მანქანაზე დასაკიდი სუნი. მოგოთ მართლა. სუნია, ძალიან კარგი სუნია, გებრიელის სხვათა შორის. აი რო უსუნებ, ყველანაირი დაპირება გავიწყდება. მაგარგია ეს თავრობა. შენიათ გზავა. ნუ შეგვიძლია დავიწყოთ. მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კიევში. კიევში იყო ჩასული ეს კაცი, გამაგიჟებს, გადამრევს. არ ვიცი რას დადის აქეთ იქით, ან რას დადიხართ პატივცემულო. რას დადიხართ და რას ხარჯავთ ამ ფულს, კაცო. ცოტა გამოიზოგეთ, არ შეიძლება კაცო ახალი წელი მოდის. კანფეტი ხომ მაინც უნდა გედოს ჯიბეში, კაი ადამიანია და. კიევის შემდეგ სააკაშვილი ყვარელში იყო ჩასული და იქ უმასპინძლა პალერმოს მერს. ნუ სტუმარმა კითხა რომ ბატონო მიშაო, ადრე რომ ჩამოვდიოდიო მახსოვსო ქუჩებშიო, ბევრი ხალხი გვხვდებოდა ტაშითო და სულ მიშას წვიროდნენ. ხო და ეხლა სად არისო ეს ხალხი? მიშამ პასუხა მაგ ხალხო დავატარებდი აქეთ იქით მაგან დამღუპა ზუსტად. მაგან დამღუპა ზუსტად და ცოტა ხანი დავასვენე ეს ხალხი. საქართველოში ჩამოსვლას აპირებს ცნობილი მეცენატი ჯორჯ სოროსი. ამობერო სოროსი ფულით დაეხმარება ნაციონალებსო, ხელახლა რომ მოვიდნენ ხელისუფლებაშიო. გამორიცხულია, ძვირფასო მეგობრებო, გამორიცხულია ქართველმა ხალხმა ფულის გამო აირჩიოს ვინმე. ეგეთი არც მომხდარა და არც მოხდება ალბათ. არასოდეს ალბათ. კიდევ ერთი ნაციონალი დეპუტატი გადავიდა ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნების ხარეს. ძალიან სხვადასხვა ახლა მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო ხელსაწყო ვიყიდე. აი ეს. ძალიან კარგი ხელსაწყო. ეს არის დეტექტორი, რომელიც ნაციონალებს დანახვაზე წრიპინებს. ანუ აფიქსირებს ნაციონალებს. მაგრამ რო ვაკვირდე, მე მგონი გაფუჭდა. იმიტომ რომ გუშინ მთელი დღე დავდიოდი ქუჩაში, ერთხელ არ დაუწრიპინია. მართლა გაფუჭდა თუ არის, მაინც ჩემ თავზე ვცადოთ, აბა. აჰა. ამას არ წრიპინებს. ვითომ მართლა გაფუჭდა თუ შევიცვალე აზრი. არის. რეგიონებში გრძელდება ოცნების მომხრეთა შეტევები გამგეობებზე. მარტვილში ხალხი შენობაში შეიჭრა, შევარდა და გამგებლის სკამი გადმოაგდეს ფანჯრიდან. მოკლედ ძალიან მძაფრი დაპირისპირება მოხდა. ძალიან მძაფრი. კიდევ კარგი პოლიცია იდგა შორს და უყურებდა ამ ყველაფერს, თორე დახოცავდა ხალხი იქ. არ ვიცი რა მოხდებოდა. ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა საოცარი ფაქტი. დადგეს სტალინის ძეგლი. გადარეული იყო ივანიშვილი, რამდენი კარგი რამე გაუკეთეს ახმეტასო და მაინც სტალინის ძეგლი დადგეს. გახსოვთ ალბათ ივანიშვილმა ადრე თქვა, რომ წელიწად ნახევარში წავალო. ახლა გამოვიდა და თქვა, რომ არსადაც არ წავალო. ადრე თქვა, რომ პირველ არხსო მეცხრე არხს შეუერთებთო, ეხლა თქვა, ეხლა გადავიფიქრეო ესო. მოკლედ ამ კაცმა თუ ასე თქმა და გადაფიქრება გააგრძელა, ხო? მალე შეიძლება კვირა გამოშვებით ვიყოთ დემოკრატიული. ერთი კვირა ვიქნებით დემოკრატიული, მეორე კვირა არა, ესეც კარგია ახლა რა არის, ამას ხუდი ახლა ესეთი არაფერი არა. მოკლედ ამ ბოლო ხანებში ბიზნესამ იმდენი რამე თქვა და მერე გადაიფიქრა, რომ ვეღარ გაიგო ხალხმა ეს კაცი პრემიერ-მინისტრია თუ გვირილა. გაზეთმა Washington Post-მა მკაცრად გააკრიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკა და თქვა, რომ ახალ მთავრობას ქვეყანა მიყავს დიქტატურისკენო. ეს ამბავი ძალიან ეწყინა ბიზნა ივანიშვილს. ძალიან ეწყინა, მაგრამ მე ესეც გადაიფიქრა და გაუხარდა. ივანიშვილმა განაცხადა, არ დაიჯეროთ ხალხო Washington Post-იო ნაციონალებმა მოისყიდესო. კარგით რა ბატონო ბიძინა რა. სადღა აქვს ნაციონალებს მაგდენი ფული კაცო. Washington Post-ი კი კროსვორდების გაზეთი ვერ უყიდიათ, რომ დაძნე და რაღაცა შეავწონ მაინც შემოხაზონ იქ რაღაცებს ჩაწერენ. ნუ პრემიერმა ივანიშვილმა მორიგი სენსაციური განცხადება გააკეთა, დენის ტარიფის განახერხებას კი კპირდებოდითო. კი კპირდებოდითო, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამას. ნუ ალბათ 10%-ითო გავაიაფებთო ამ ყველაფერს. 10%. კარგით რა ეხლა მე აი
ჭუი და გადავდე. კარგით, ეხლა როგორ შეიძლება ესეთ კაცო? ჯერ ამ ნახნახევარს ხომ ვერ შევეგუეთ. და ეხლა ეს ნახნახავარი რაღა არის, კაცო, ეს 10%. სხვათაშორის მინდა იცოდეთ, რომ ტარიფები პირდაპირ კავშირში არჩევნებთან ძვირფასო მეგობრებო. ანუ არ დააკლებთ ტარიფებს 10%-ზე მეც, შესაბამისად ვერ მიიღებთ არჩევნებში 10%. ესე კავშირში ერთგანი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, წვრილმანმა კრიმინალმაო საქართველოში 50%-ით მოიმატაო. ამაზე მოსახლეობის 40% აღშფოთდა. ხოლო 54% ჯერ კიდევ ცდილობს გაგებით მოეკიდოს ამ ამბავს. გაგებით მოეკიდოს ამბავს და მე გადარეული ვარ. მე ვარ გაგიჟებული კაცო. რას ქვია გაგებით მოეკიდოთ ხალხი? რას ქვია კაცო? გაგიჟებული ვარ, ჭუიდან ვარ გადასული. დამიგრძელდა ხელები. დამიგრძელდა ხელები. აბა ეხლა ყოველდღე ადექი და აი ეს მე-7 სართულზე აიტანე, ჩამოიტანე. აიტანე, ჩამოიტანე. ეხლა მე თან ხან არის ლიფტი, ხან არ არის. ნუ ივანიშვილმა კი თქვა, შესაძლოა კრიმინალმა კიდე მოიმატოსო. ნუ ხალხი პანიკაშიო, მაგრამ ნუ მინდა ხალხი დავაწყო, ნუ გეშინიათ ხალხო, ხა არც ერთ დაპირება რა უსრულებია და რაღა ამასა ასრულებია. რა არის ამაში დასაკვირველი? მოკლედ პენსია ჯერ ვერ იზრდება, ტარიფები არ იაფთება, ფასები არ იკლებს, კრიმინალი მატულობს და ამას ისიც დაემატო, რომ გუშინ თითი გავიჭერი. თითი გავიჭერი, ეთყობა ქართული ოცნება რომ დაიმსხვრა, იმის ნამსხვრევი მომსხვრდა ხელში და საკმაოდ დიდი დავიზიანა ხალხი. ნუ ხალხი აღშფოთებულია, რასაც დაგვპირდნენო, ყველაფერი პირიქით ხდებაო, ასე როგორ შეიძლებაო, დააწყნარდით ხალხო. დააწყნარდით ძალიან გთხოვ, დააწყნარდით. დააწყნარდით. კაცო, დამშვიდით, მე მეცით პატივი, მე მეცით და დამშვიდით. დააწყნარდით? ო დააწყნარდით. დიდი მადლობა. აი ეგრე ძალიან კარგი. რა ვქნა ბატონო ბიზინა, მე როდემდე შევაჩერებ ამ ხალხს, არ ვიცი. მე კი ვაჩერებ, მაგრამ როდემდე მე ამას ვერ ვერგე. ნუ ტელეეთერში გავიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ როგორი ხადურის საინტერესო ვიდეო შეიძლება ვნახოთ ესეც. პენსიონერს, რომელსაც დღეს აქვს 38 ლარი პენსია, ის ყიდულობს დაუშვათ 5 კილოგრამ კარტოფილს პირობითად ვთქვათ. როცა გაუხდება 55 ლარი პენსია, მას შეიძლება 7 კილოგრამი იყიდოს, ან 8 კილოგრამი. მაგრამ კარტოფილის რაოდენობა არის ბაზარზე ცოტა. არ არის მოსავალი იმდენი. ამიტომ თანაფარდობა დაირღვევა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და ქართულად რომ ვთქვათ, გასაყიდი რაოდენობა ნაკლები, ყიდველს უნდა მეტი. ამ შემთხვევაში მოხდება ბასის გაძვირება, რათა ყიდველისა და გამყიდველის სურვილი დაემთხვეს ერთმანეთს. მართალია მე მგონია ეს კაცი მართალია. პენსია რო გაიზარდოს, ეგრევე გაძვირდება კარტოფილი. მართალია, მაგრამ ნუ გეშინიათ თვითფასო მეგობრებო, კარალი აქვს ეს ხა წელს ბლომად. და ტარიფები დაიწერს. ტარიფები დაიწერს და გაზაფხულზე მაისის ბალმა თუ გაამართლა, ალბათ ხელფასებიც მოგვემატება. ყველა. დიახ. ასია გენაცვალე ერთმანეთზეა მიბმული ფინანსთა სამინისტრო და ბოტანიკა. გადაჯაჭვულია. ნოდარ როგორი ხადურის რაზმი დასუფთავების სამსახურში შევიდა შესამოწმებლად და ამბობენ რომ დასუფთავების სამსახურში ამათო ზონდერები ყავთო გაფორმებულიო. და მართალიც არის, სად მიაგნეს, ხედავ, ამ დილით ნახე, ჩემი თვალით გაჩერდა დასუფთავების მანქანა, გადმოხდა 2 ზონდერი. მივარდა ამ ნაგვის ყუთს, აქედან და იქიდან ამოუდგნენ. ესე მიათხრიეს მანქანასთან, ჩააგდეს მანქანაში და გააქანეს გაურკვეველი მიმართულები. დღისით ხალხო. ეგეთი მე არაფერი მინახია მოკლედ. ნოდარ როგორი ხადური ქუთაისის პარლამენტში გამოვა მოხსენებით ორგანიზაციების ფინანსური დარღვევების შესახებ, ოღონდ შეცვლილი გვარით. ქუთაისში ეს იქნება ნოდარ რაფერი ხადური.
საქართველოში გრძელდება ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერები საკმაოდ უცნაური მიზეზების გამო, მაგალითად ბოლო-ბოლო დაიჭირეს თენგის გუნავა, ახლა უკვე ზედმეტი ბენზინის ხარჯვის გამო. მინდა ერთი ინფორმაცია მივაწოდო პროკურატურას. ერთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს, მეგობრებო, პროკურატურა ძალიან მერაბიშვილი ყოფილა გაციებული. დადის ქუჩაში და აცემინებს. ქუჩაში დადის აცემინებს და ავირუსებს ამ ხალხს, ესე დადის და გადასდო მთელ საქართველოს. როდემდე უნდა ვითმინოთ ხალხმა ეს გაციება. მეც მას ვუყურებს ახლა. არ ვიცი მე, რაღაცა მოიფიქრეთ. მე მგონი პროკურატურას მართლა უნდა მერაბიშვილის და უგულავას დაპატიმრებაც, მე მეშინია უფრო ზემოთ არ წავიდნენ. უფრო ზემოთ არ წავიდნენ და არ მომადგნენ აქ. საქართველოს რკინიგზის შეფად დაინიშნა კოკა გუნცაძე. კარგია კაცო, ვითა გუნცაძე კალაძეზე ნაკლები არაპროფესიონალი. კაი კადრია მომწონს. მე მგონი არასწორი ნათქვამია რკინიგზის შეფად დაინიშნა. უფრო სწორია ასე, რკინიგზის შეფად აშენდა კოკა გუნცაძე. კი. ანდალია ტელეკომპანია მეცხრე არხი. საშინელება ხდება. არხის გენერალური დირექტორი გადადგა გენერალური დირექტორის მოადგილე. ჟურნალისტების აპირებენ რომ ჩვენც წავალთო. ეს არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე და ჩავთვალე რომ გვერდით დავდგომოდი კოლეგა ტელევიზიას და წავედით პროტესტის გამოსახადად მეც. წავედი დიახ და რას ვხედავ? 5 კაცი ვიდექით სულ. არდა სად არიან ამ დროს მეცხრე არხის ეს დანარჩენი ერთგული მაყურებლები. გეკითხებით სად არიან? სად იყო ის 2 კაცი დანარჩენი? გამოდი და 7-ი ვიყიდეთ. ხვალ დილის 8 საათიდან ძვირფასო მეგობრებო მაუწყებლობას იწყეს ახალი კომედი არხი. ეს მინდა პატარა რეკლამა გავაკეთო. ამ არხზე თქვენ უწყვეტ რეჟიმში ნახავთ იუმორისტულ ტელეგადაცემებს, ანუ როცა არ უნდა გადართოთ, იქნება სასაცილო სანახაობა. ახლა ვთქვათ ისეთი სასაცილო ვერ იქნება როგორც ოცნების დაპირებები, მაგრამ ამაზეც ბევრს იცინებთ ახლა.